ბატონო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. დათვლილია უკვე პირველი 24 ოლქის მონაცემები, უბნის მონაცემები უпроსორად, ეს არის ოქმის მონაცემები, რომელიც არის წარმოდგენილი და პირველი მონაცემები მინდა გაგიზიაროთ. 17 უბანი არის დათვლილი უკვე ბონის დმანისი, წალკა თეთრიწყაროს ოლქში, სადაც მაჟორიტარების მონაცემები გვაქვს შემდეგი: გოგი მეშველიანი 52.02%. შემდეგ ორი უბანი არის დათვლილი ახალქალაქი ნინოწმინდაში, სადაც სამელ მანუკიანის მაჩვენებელი არის 69.92%. რაჭალე ჭყუმსვანეთის ოლქში დათვლილია ერთი უბანი, გოჩა ინუქიძე 86.21%. შემდეგ ზესტაფონი ბაღდათი თერჯოლა ტყიბულის ოლქში არის დათვლილი ერთი უბანი, ბეჟან წაქაძე 68.94%. და ბოლოს გურიაში არის დათვლილი სამი უბანი, ვასილ ჩიგოგიძე 62.71%. როგორც ხედავთ, 4-ვე შემთხვევაში პირველივე ტურში დამაჯერებლად იგებენ ჩვენი კანდიდატები. ეს არის პირველი მონაცემები, რომელიც არის შემოსული 24 უბნიდან. 24 უბანია ჯერჯერობით შემოსული. მნიშვნელოვნად ეს მონაცემი არ შეიძლება თქვენ თვითონ ორივე უბანი ხო დათვლილი. რაიმე რადიკალურ ცვლილებას ელოდებით თუ პირველივე ტურში გაიმარჯვება მხოლოდ ეს? ჯერჯერობით 24 უბნის მონაცემებია შემოსული, 17 ყველაზე მეტი არის ბონის დმანის თეთრიწყარო წალკის ოლქში. რა თქმა უნდა, საბოლოოდ უნდა იყოს დათვლილი მონაცემები და ამის შემდეგ ბუნებრივია სრულ მონაცემებსაც გაგიზიარებთ, მაგრამ ტენდენცია არის უკვე აშკარა და გამოკვეთილი, რომ რეგიონებში ჯერჯერობით ქალაქები არის დათვლილი, მაგრამ რეგიონებში დამაჯერებლად პირველივე ტურში იგებენ ჩვენი კანდიდატები. ეს არის საერთო ტენდენცია. რომ დავაზუსტოთ დედაქალაქის ოლქზე, იგივე პრობლემური რაც ყოფდანი, სამგორი ისანი. ჯერჯერობით თბილისის არც ერთი უბანი არ არის დათვლილი. და შესაბამისად არ არის ჩვენთან შემოსული. ამ მიმართებაში ნიკამელიამ საგანგებო განცხადება და თქვა ასეთი რამ, რომ მე ვარ დაახლოებით არ დაურეკავს. 1 საათი გავიდა და არ დაურეკავს. ანუ მტკიცებს ბატონაირადი მოგედა ამ მტკიცებს რომ გაიმარჯვა და თქვენ გიშვებთ პოლიტიკიდან. რომ გაიმარჯვა და არეკავდა, თუმცა 1 საათი გავიდა და ვერ გაბედა და არეკვა. ის რო ყოფილიყო კაცი, თავიდანვე იტყოდა რომ წააგების შემთხვევაში მაგალითად ატოვებდა მანდატს, მაგრამ ვერ გაბედა. რატო ვერ გაბედა? იმიტომ რომ იცოდა რომ წააგებდა. არა, მეორე ტურები შეიძლება იყოს ბევრგან, მათ შორის გლდანშიც, მაგრამ მოგება წააგებას რაც შეეხება, კაფეოდ ითქვა, რაც ითქვა ჩვენ. რამდენად სწორია, რომ ქართული ოცნების წარმომადგენელი ასე საგანგებო ბიძგზე წარმოადგენენ 1-2 უბნის მონაცემებს. ეს ხომ არის ძალიან მცირე რაოდენობა იმ კი, ჩვენ ვაკმაყოფილებთ საზოგადოების ინტერესს და დაახლოებით ნახევარში ერთხელ შეგვიძლია წარმოვადგინოთ პერიოდულად ოქმის მონაცემები და საზოგადოებას თანდათანობით მიეწოდება უფრო ფართო ინფორმაცია უბნის შედეგებთან დაკავშირებით. ხალხმა გააკეთა საგანგებო მიმართვა ქართული ოცნების ლიდერების მიმართ და თქვა ასეთი რამ, რომ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების ეტაპით რომ ქვეყანას გააძლიერებს ორიენტირებაში გადავაბარე და ახლა უსაფრთხოების გარანტიას ვაძლევ და ეს პროცესი დავიწყოთ. თქვენი პასუხი? ჩვენი პასუხი არის, რომ ქართული ოცნება აყალიბებს მთავრობას და ეს მთავრობა 4 წლის განმავლობაში გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. პასუხი გასცა ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ქართულმა ხალხმა დღეს 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე. ბატონო? ეგზიტ პოლები გამოქვეყნდა ყველა ტელევიზიის მიერ. მათ შორის იყო იმედის მიერ გამოქვეყნებული, იყო რუსთავის მიერ გამოქვეყნებული, იყო ედისონ რისერჩი, რომელიც ასევე 46% სხვათა შორის ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება ერთპარტიულად აღალიბებს უმრავლესობას. შეგიძლიათ გადათვალოთ. არა, ეს ხო ალოკაციით არის გაკეთებული. თუ ალოკაცია, საკუთარ ალოკაციას ენდობა ედისონი, მაშინ გამოდის, რომ ედისონის მონაცემებითაც ქართული ოცნება ერთპარტიულად აღალიბებს მთავრობას. ანუ ედისონიც აღიარებს ქართული ოცნების გამარჯვებას, იმიტომ რომ 46% ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება ძალიან მარტივად აღალიბებს მთავრობას. იფსოსის პროექტთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია როგორი არის, რადგანაც იქ საერთო ეროვნულ მასშტაბში არის 51% ქართული ოცნების და შემდეგ მოდის ნაციონალური მოძრაობის და 13% უსწორად მოდის და
თბილისში ქართული ოცნება მარცხდება 35 აქვს ნაციონალურ მოძრაობას 33 ქართულ ოცნებას. თქვენთვის რამდენად დამაჯერებელია ეს მონაცემები და რადიკალურად ის მონაცემები, რომელიც თქვენ გამოაცხადეთ და რომელსაც გჯერათ იმედის, შეიძლება თუ არა? მე გარწმუნებთ, რომ რაც შეეხება ეგრეთ წოდებული იფსოსის მონაცემებს, ის არის დაწერილი ერთ კაბინეტში და ამას ქვია გვარამიას კაბინეტი. რაც შეეხება იმ მონაცემებს, რომლებიც გამოქვეყნდა სხვა ტელევიზიების მიერ, ეს მონაცემები ემთხვევა ჩვენი კომპანიების მიერ წინასწარ ჩატარებულ კვლევებს, ამ კვლევების შედეგებს და ასევე ჩვენი შტაბებიდან შემოსულ ინფორმაციას და ასევე დასტურდება უკვე პირველი უბნების მონაცემებით, რომელიც არის წარმოდგენილი თქვენს წინაშე. აქედან გამომდინარე, ყველაფერი არის აბსოლუტურად ნათელი, 50%-ზე მეტი პროცენტი დაფიქსირდა იმედის და რუსთავიორის კვლევებში და ეს არის ძალიან მყარი მინიმუმი. ანუ ყოველმა მეორემ და უფრო მეტმა მომრჩეველმა ხმა მისცა ცალსახად ქართულ ოცნებას და ეს შედეგები დაფიქსირდება, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში უბნების მონაცემებში, ოფიციალურ მონაცემებში. თუმცა ჩვენი იმედია, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ეს მონაცემები, ვიდრე არის გამოქვეყნებული იმედის და რუსთავიორის ეთერში. თქვენ რა წარადგენთ ეს 4 საუბარი მაქვს მანისზე, თქვენ დიახ. სანექი აქ პირველ ტურში თქვენ გაქვთ იმედი თქვენი შიდა კვლევებითაც რომ პირველივე ტურში გაიგრძელოთ. ნახეთ, სამი უბანი არის დათვლილი გურიაში და აქვს უკვე ვასილ ჩიგოგიძეს 63% თითქმის. ეს ნიშნავს იმას, რომ გურიაში არსებითად ვითარება არ შეიცვლება. ასევე მეშველიანს რაც შეეხება, სადაც 17 უბანია დათვლილი, აქაც ტენდენცია პრინციპში გამოკვეთილი. აქ თეორიულად შეიძლება რამე შეიცვალოს, მაგრამ 52% 17 უბნის საფუძველზე საკმაოდ მყარი მაჩვენებელია და ფიქრობთ, რომ პირველივე ტურში მოიგებს მეშველიანი არჩევნებს. ნუ მანუკიანთან დაკავშირებითაც ორი უბანია, მაგრამ 70%-ია მაჩვენებელი და აქ გვეჭვება რაიმე არსებითად შეიცვალოს. იგივე ხება გოჩა ენუქიძეს, სადაც კვლევებიც აჩვენებდა, რომ ქონდა თითქმის 90%-იანი მაჩვენებელი და ხედავთ, რომ 86% დაფიქსირდა. ასევე რაც შეეხება ბეჟან წაქაძეს, აქაც ქონდა ჩვენ ყველა კვლევით 60%-ზე უფრო მაღალი მაჩვენებელი და ფიქსირდება 68.84 მიასედი. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის მხოლოდ 24 უბანი, ტენდენცია აშკარაა და საბოლოო ჯამში ეს აისახება ერთიან მონაცემებში. კი ბატონო, ვადასტურებ კიდევ ერთხელ. კი ბატონო. ამ მექსიკოლებზე დაყრდნობით ყველა პარტია პატრიოტებმაც კითხეს, რომ მაუს პირველად და ახლა პირდაპირ ეთერში ვთავთ უკვე ცენტრალურ